მოგესალმებით, მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ კარმულ ასპექტებზე, ძალიან ბევრს საუბრობ კარმაზე ხოლმე შავ და თეთრ მთვარეზე, მაგრამ დღეს ცოტა სხვა კუთხით მინდა აგიხსნათ კარმული ასპექტები. ჩვენ ყოველთვის ხსნით ხოლმე ფსიქოლოგიურად, რა არის ფსიქოლოგიურად ის ასპექტი, რა არის შესაძლებელი ფსიქიკაში ამ და ამ ასპექტთან, მაგრამ მინდა ცოტა სხვა კუთხითაც აგიხსნათ, არის ასევე ენერგეტიკული საკითხები, ხო, ენერგეტიკული პრობლემები, ეზოთერულად რო შევხედოთ ამ ყველაფერს. აი ეზოთერული კუთხით, არა ფსიქოლოგიურად, არა მაგალითად ისე პრაგმატული კუთხით, ხო, ცოტა აი როცა ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ, როცა რაც უხილაველზე ვლაპარაკობთ, ხო? აი აქ გავდივართ ხოლმე კარმულ ასპექტებში, იცით როგორ რაღაცაზე, როდესაც არის შავ მთვარის ენერგია, იმ ზონაში ფსიქოლოგიურად, მაგრამ უფრო ენერგეტიკული ფსიქოლოგიიდან, ხო? აი თითქოს კონტაქტზე არ ვართ იმ ენერგიასთან და მე მაგალითად ძალიან კარგად მაჩვენებს ხოლმე ფსიქოლოგიის მიღმა, თუმცა ესეც ჩემთვის ფსიქოლოგია არის, ოღონდ უფრო ენერგეტიკული კუთხით, ვიბრაციული კუთხით, მაგალითად როცა შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ და იმ ზონაში ენერგია აბსოლუტურად არ ვარ შესული ამ ენერგიაში, ხო? და არ ხდება ამ ენერგიის ათვისება და ამ ენერგიაში გარევა არ ხდება, ხო? მაგიტომ არის რომ ვარ სფეროში, შავ მთვარის ზონაში, ოღონდ იქ სიცარიელი არის, ხო? თითქოს ვერ ვივსებით, ვერ ვიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ფსიქოლოგიურ დონეზეც და ენერგეტიკულ დონეზეც, იმიტომ რომ იქ არ ვარ სინოდვილეში, იმ ენერგიასთან კონტაქტზე არა ვარ, ხო? და ყველა ნიშანს, ყველა ზოდიაქოს ნიშანს, სადაც შავ მთვარე მდებარეობს ხოლმე, ახასიათებს თავისი სფერო, თავისი ხასიათი, რომელ ზონაშიც არ აქვს კონტაქტი ამ ენერგიასთან რეალურად, ხო? როგორც წესია, ყოველთვის უფრო სელენას ვიბრაციაში ვართ და შავ მთვარის ზონაში ვერ შევდივართ ენერგეტიკულად, ანუ მართლა იქ არ ვართ. შეიძლება ფიზიკურად სხეულით ვიყოთ, ან მოვლენებში ვიყოთ, მაგრამ შინაგანად არ შევდივართ ამ ენერგიაში. ხო, ნათელი მაგალითი არის ოპოზიციურ ღერძზე, როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის ოპოზიციაში ერთი ღერძი არის ჩართული. ნათელი მაგალითი არის მაგალითად აი ლომი მერწყულის ოპოზიცია. ხო, ხა ვინც ვერ ერკვევით ასტროლოგიაში, ესე კარგად თუნდაც ნიშნებში, ხო, ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი ოპოზიციური ღერძი, თავისი ღერძი, რომელიც აჩვენებს ზუსტად მსგავს ენერგიას არაცნობიერ დონეზე. გარედან თითქოს უფრო ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ოპოზიციური ენერგიები ერთ ენერგიას ქმნიან, ერთი სიბრტყე არის და მსგავს ხედავ, აი ხშირად შეგვიმჩნევია, ვთქვათ, ვინც ახლა ასტროლოგიაში ნელა ერკვევა, რომ აი ხშირად მეგობრობენ ოპოზიციური ლილიტის ადამიანები, ან შვილები და დედა, მამა, დედა, აი არის რაღაცნაირად ოპოზიციური ლილიტის ხოლმე და ეს იგივე არის, რაც მსგავსი ენერგია, ხო? და აი ცოტა ისე რომ გაგაგებინოთ რაზე ვსაუბრობ, ხო? აი მაგალითად, როცა ვაპარაკობთ აი ხა თანმიმდევრულად რო აგიხსნათ, ხო? აი შავ მთვარე ვერძით რო დავიწყოთ მაგალითად, ვერძი არის აი ეს მხარე, თავის არე, გონიერება, შინაგანი მეს აღქმა, პირადი ინიციატივები სადაც შედის და ეს პირადი ინიციატივები, პირადი მე, აი ამ ენერგიასთან არ აქვს მთლიანად შინაგანი კონტაქტი. სხვათა შორის ოპოზიციური ენერგია შავ მთვარის ასწორშიც ძალიან შეიძლება გავდეს ეს სპონტანურად გადავწყვიტე ამ ვიდეოს, მთელი გზა ვფიქრობდი ამ კომბინაციაზე და ჩემი ვიდეოები ყოველთვის უფრო ესეთი არის სპონტანური და იმპროვიზაციული არის, ის არ გეგმა რა ვიდეოს გავაკეთებთ რაღაცაზე რო ვფიქრობ, მე ვждები და საუბრობ ხოლმე ამ თემაზე და ამაზეც საუბრობდი, იმიტომ რომ სულ ვაწყდები აი ამ ოპოზიციურ ღერძს, აი ამ შინაგან კონფლიქტებს, რომ იქ გვინდა რომ ვიყოთ, გონია რომ იქ ვართ და არ ვართ იქ, ხო, სინამდვილეში ენერგეტიკულად არ ვართ ამ ზონაში და აი ეს არის ხოლმე მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ და არის პრაქტიკები, აი რო თუნდაც ახლა ვერძზე რო ვლაპარაკობ, ხო, არის პრაქტიკები, როდესაც ამ მესთან კონტაქტი რაღაცნაირად ლაგდება, ხო, ენერგეტიკულ დონეზე. მაგალითად უკავშირდებით იქ წარმოსახვით თერაპიებს, NLP თერაპიებს, რთავენ ხოლმე სხვადასხვა პრაქტიკები არის წარმოსახვით, რო ვიცით ჩვენ რა ზონა არის ეს ვერძი, მაგალითად, ხო? აი ვისაც შავი მთვარე ყავს ვერტში, ხო? აი ამ მესთან და გონებრივ ნაწილთან შედიან უფრო
ჰარმონიაში, ვიდრე დაპირისპირებაში, იმიტომ რომ შავი მთვარე ვერძი რა არის შინაგანი აგრესია, ეს იყო ოჯახში გაღიზიანება, გენეტიკური გზავნილებით, კარმული გზავნილებით, ეს იყო შიში და ბრაზი ერთად, ხო? ბრაზი შიშთან ერთად არის ახლოს და აი თითქოს საკუთარ თავში ძალა ერთმევა, როცა რაღაცას ვერ აი რაღაც არის ინიციატივა საჭირო და აქ რყევები მოდის თითქოს ხო სასწორში გადადიან შავი მთვარე სასწორი მსგავსი არის როცა მე რყევა მაქვს პარტნიორულ ან სხვების აზრი მჭირდება რომ გავმყარდე ამ დროს სხვებს არ უსმენ და აქ უკვე რა არის რომ აი სასწორის შემთხვევაში როცა ოპოზიციური სასწორი არის აი იმ ეგრეგორთან, აი იმ სასწორულ ღერცთან ენერგეტიკული კავშირი არ აქვს ადამიანს. აი სულ პარტნიორებისკენ ხო სასწორი მიუტვის და რეალურად ამ პარტნიორს ვერ ხედავს. იმ პარტნიორულ ურთიერთობაში ენერგეტიკულად ვერ შედის და ვერცი საკუთარ თავთან ვერ შედის, ხო, ენერგეტიკულად და ამიტომ სულ რაღაც ოპოზიციურ ღერხს ირჩევენ. თითქოს პარტნიორული ურთიერთობა უნდათ ლიტვერძებს ამ დროს ანგრევენ მე ამ ურთიერთობას და არა მე თვითონ მარტო გავაკეთებ. აი მარტო ამას ვიზამ, იმას ვიზამ და საბოლოო ჯამში ვამბობთ ხოლმე რომ იქნებ ზუსტად ეს არ არის მათი კარმა რომ ყველაფერში მარტო იყვნენ და ყველაფერში მაგრები ვიყოთ ხო სიტყვაზე ხო იმიტომ რომ აქ არის ну ესე ეძახიან რომ ეს არის რაღაც დიდი ეგოცენტრიზმი და ამპარტავნება და ეს მე და ეგოს თემა საერთოდ ეგოს ლილიტებს თითქოს ეძახ და ამ დროს სიამდვილეში ეს გადაფარვის ცდელობა იმისთი რომ მე ხა მკვეთრად გამოხატულ შავ მთვარე ვერძებს გეუბნებით თორე არ არის ისე რომ ყველა ერთი მასში იყოს ხო ენერგეტიკულად მაინც საბოლოო ჯამში კავშირი არ აქვს დაცულობის შეგრძნება არ აქვს საკუთარ თავთან ენერგეტიკულ დონეზე არ არის ხო ეს კავშირი და როცა სასწორზე ვსაუბრობთ რაც არ უნდა სულ საზოგადოებაში ტრიალებდეს, უნდადეს სულ საზოგადოებასთან კონტაქტი და აქ სახლებსაც ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ხო? აი რეალური კონტაქტი, ენერგეტიკული კონტაქტი არ დგება, როცა არის ნამდვილი ჩემი საზღვრები და შენი საზღვრები, ხო? ჩუგი. მომესალმა წინასე. ვიურთიერთეთ, მე და ჩუგამ, ესე რომ ვთქვათ. ხო და აი ენერგეტიკას რაც ნიშნავს ხო აი როცა მე ვარ ამ სიტუაციაში აი ჩემთან მარტო ვარ სადღაც წასული მარტო ვაკეთებ რაღაცებს და სიამდვილეში მარტო არ ვარ ჩემ თავთან არა ვარ ხო აი ენერგეტიკულ დონეზე ჩემ თავთან არა ვარ ხო აი ძალიან კარგი ის შეიძლება აქ ვიგულისხმოთ მაგალითად ჩავი მთვარე ტყუპებში როცა არის ხო ეს კონტაქტი კომუნიკაცია არის და ყველაფერს ხედავენ ამ დროს გარშემოყოფების ნაცვლად. აი კონტაქტზე არ არიან, მე აქ ენერგეტიკულ ჩართულობას გულისხმობ. აი ნამდვილად მე ვუსმენ ადამიანს, მე ვხედავ, მე ვკითხულობ მის აზრებს, მე მაქვს კონტაქტი მის აზრებთან. უფრო რაღაც სხვაგან ვართ ხოლმე შავ მთვარის ზონაში. ხო, აი ენერგეტიკულად იქ რეალურად ეს გვაქვს დასამუშავებელი, ხო ეს არის კომუნიკაცია, როდესაც მე ნამდვილად უნდა შევიდე ენერგეტიკულად. სხვათა შორის მე მქონდა ენერგეტიკული პრაქტიკები, როდესაც ზუსტად ამ ღერძზე გავედი, აი ამ ენერგეტიკულ პრობლემებზე გავედი, მაგალითად ზოგთან ერთად რომ იმშავია, ვისაც შავი მთვარე წყლის ნიშნებში ყავს, აი ეს კირჩხიბის ზონა ავიღოთ, მიხვდნენ რომ აი საერთოდ ემოციურად ჩაკეტილები არიან, იმიტომ რომ ემოციური კონტაქტი არა აქვთ ადამიანებთან, ხელოვნურად კეტავენ ამ ემოციურ კონტაქტს, ეს არის უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობა, ხო ემოციური, ოჯახური გარემოცვა და აი ამ ზონაში ენერგეტიკული კავშირი საერთოდ არ აქვს. ხო სულ ვიღაცას ეძებს სიტყვაზე, ვინც იზრუნებს მასზე, ვისაც ან თვითონ იზრუნებს, მაგრამ თითქოს ენერგეტიკულად რაღაცები არ გამოდის, ხო? და ენერგეტიკის შემდგომ ეს არის უკვე ინფორმაციული ველი არის, ჯერ ენერგეტიკული ველი არის და მე რეალური ველი არის ფიზიკურ დონეზე, ხო? აი ამ სტრუქტურებში, უფრო ზედა სტრუქტურებში არის შავი მთვარის ენერგია დარღვეული, აი კუროზე როცა ვლაპარაკობთ შავი მთვარე კუროსში, ხო? არ აქვს საერთოდ მატერიასთან კონტაქტი და მე ის რომ ამბობენ რომ ფინანსებში პრობლემები აქვს, ფინანსები არის აცტური მათთვის, მატერიასთან არ აქვს, ხეულთანაც არ აქვს კონტაქტი, იმიტომ რომ კურო ეს არის რაღაცნაირად მიწიერი ენერგია ხო, აი როცა
აი მაგალითად ჩემში შინაგან სამყაროსთან მაქვს ურთიერთობა და ამ შინაგან სამყაროზე გული რო არის, კუჭი რო არის, მაგალითად ჩემი შიდა შეგრძნებები არის, საკვები არის, ხო, აი მატერიასთან კონტაქტი. აი ეს პრობლემა არის, გაჩერებულობის ენერგია არის, რაც არ უნდა მუდმივად ვითომ დრაივში იყოს შავი მთვარე კუროში, ანუ ოპოზიციაში ვარდებოდეს მორიელში, ხომ, რომ აი სულ უნდა გადავარდე მორიელურ ენერგიაში, რომ თითქოს ეს უძრაობა დავძლიო, მაგრამ შინაგანაც სულ უძრაობის განცდა აქვს და ეს უძრაობა მოდის ენერგეტიკული უძრაობისგან, მეგობრებო, ეს არის შინაგანად გაჩერებული არის, ფსიქოლოგიურადაც და ენერგეტიკულადაც გაჩერებული არის აქ ადამიანი. და მორიელთანაც იგივე ხდება, ენერგეტიკულად გაჩერებული არის, აი ღრმა ემოციებში გაჩერებული არის, კონტაქტში ვერ არის, ხო? ის პლუტონი შავი მთვარის შეერთებაც მსგავსად მუშაობს, როდესაც ენერგეტიკულად მე რაღაცნაირად არ შევდივარ სიტუაციებში, ხო, აი სხვებთან თუ შევედი, ყოველთვის ცუდი გამოცდილება მაქვს, ენერგეტიკულად, ემოციურად თუ შევედი, ხო, გრძნობადად თუ შევედი და მე აქედან ხდება ხოლმე რა დანაკარგები ბევრი ორივეგან, კუროსთანაც და მორიელთანაც, ორივე შავი მთვარის შემთხვევაში, ეს არის უძრაობა, კუროს შემთხვევაში თუ ან უძრაობა მაგალითად პირიქით რო გაშიშებული ვარ და პირიქით თუ მე რაღაცნაირად აი ესე ვზივარ და პროცესები მიდის, ცხოვრება გადის და მე თითქოს ამ პროცესში არა ვარ, ხო, შიგნით და თითქოს გარედან უყურებ პროცესებს, ესეთ შეგრძნება აქვთ ხოლმე ფსიქოლოგიურ დონეზე და ენერგეტიკულად მართლა არ არის ამ პროცესში, ხო, აი ენერგეტიკულად დედამიწასთან გარემოსთან ენერგეტიკული კავშირი არ აქვს და რაც თავარია საკუთარ სხეულთან არ არის ხოლმე კავშირი. მორიელთანაც თითქოს მსგავსია, იქაც იგივე სიტუაცია, ენერგეტიკული გაჩერება არის. და აქ უკვე როგორ რაღაც არის, ცეთ კუროშიც გადადიან, უძრაობა, მაგალითად რეალური რისკები, რეალური კრიზისები, რეალურად რო რაღაც არ მომწონს და ვდგები და ვცვლი. აი აქ ემართებათ უკვე გაშეშება თითქოს აი სულ დრაივში არიან, მაგრამ შინაგანად შეიძლება იყოს ეს გაჩერება, ხო, ენერგეტიკული გაჩერება არის ხოლმე ეს. და რეალურად როცა კრიზისი ხდება, ან ხელოვნურად არასწორ დესტრუქციულ კრიზისებს იზიდავენ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რა არის რეალურად აი მიზნები, რომ დავისახო და ამას მივახციო, ხო, ეს მორიელური ენერგია. ზოგი ამას ახერხებს და ზოგს შეუძლია, მაგრამ მაინც არის აქ ან манипуლირების მსხვერპლები არიან კურო ლილიტიც და მორიელი ლილიტიც, ან თვითონ არიან манипуლატორები, ხო? ადრეც მქონდა საუბარი ლილიტ კუროზე, რომ შეიძლება იყოს აი თავისი გაჩერებით აწუხებდეს სხვა ადამიანებს, ხო, სხვებს უწევდეს მის ნაცვლად რაღაცების გაკეთება და ეს არის ის ლილიტის ზონაში, როცა ჩვენ ენერგოვამპირიზმში გადავდივართ, არ არის აუცილებელი ხა ყველა მასე იყოს. ზოგადად ერთ-ერთი კომბინაცია არის, ხა მე ლილიტს რასაც უყურებ ხოლმე მეგობრები შავ მთვარეს, ხო? აქ გვინდა ენერგია უფრო მივიღოთ და არა გავცეთ, ხო? აი დაზოგვა მიდის ენერგიის, აი როცა შავი მთვარე ლომში ვლაპარაკობთ, ხო? ეს არის მაგალითად ზღვის დღესასწაულზე უფრო მოილხენს თან ისე მოილხენს დიდად სიხარულით არა, ხო? აი, უნდა გამიკეთოთ ორგანიზებას რაღაც დღესასწაულის ან დღესასწაულს იმას კი არ ვამბობ, რომ ხა მართლა ის უნდოდეს დღესასწაულები. აი, ზღვის მოხოდილზე დაჯდება, მაგრამ თვითონ ვერ მოხდავს თემას, ხო? აი ეს ვერძზეც, ლომზეც, აი მაგშრეზე ვართ ხოლმე ხშირად და ვერ გასაღებს ამას თავისად, რომ აი მე ნახე ყველაფერს ეს ესეთი თემა არის ლიტის თემა არის ილუზორული თემა არის, რომელსაც აქ თავისი პლუსები, იმიტომ რომ რაღაცას ხომ მაინც ვაკეთებთ და აქ ნელა ხვდებით რა არის გასაკეთებელი, ხო? აი შავი მთვარე როცა არის ვერტში, მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს, რომ საბოლოო ჯამში ყველა ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, ვიდრე თავი ცხოვრებით, ხო? და აი აქ ლიდერად და ისე გამოხატავს თავს, ამ დროს არ არის ესე, აი მორიელსაც ესე აქვს ხოლმე შავ მთვარე მორიელს, რომ შეიძლება აი მერვე შავ მთვარესაც ეგ აქვს, სხვების ენერგიებს უფრო ცხოვრობენ და ისრუტავენ, ვიდრე საკუთარ ენერგიას, ხო? ადვილად კურასაც ეს აქვს, არის ბრძვიან სინამდვილეში, ხო, აი საზღვრების დაცვას როცა ვლაპარაკობთ, სხვების ენერგეტიკაში იკარგება ადამიანი, როგორც კი სხვა ჩდება მის
გარემოცვაში ეს ადამიანი უკვე გავლენის ქვეშ ექცევა. აი მე რო სახლის შავი მთვარე, ეს არის ვიღაცას რაღაცა ტკივა, მეც მგონია რომ ტკივა. პლუტონი ლილითის შეერთებას, ვიღაცამ რაღაც დესტრუქცია, გონია რომ ჩემი დესტრუქცია არის. ან მეგონია რომ მე უნდა მოვაგვარო ვიღაცის კრიზისები და პრობლემები და მე საბოლოო ჯამში თვითონ შედის სხვის კრიზისებში და თვითონ ხდება უკვე გავლენის ქვეშ ვიღაცის კრიზისის, ვიღაცის ცხოვრების, ხო, ვიღაცის ცხოვრების, რომელიც არც ისე ლამაზია, არც ისე საინტერესოა ეს ხვისი ცხოვრება. კარგ ვარიანტი, აი როგორც ჯონი დეპს დაემართა, ხო, შავი მთვარე მორიელში ყავს და იმ თავის მეორე ცოლმა აცხოვრა ისეთი სიგიჟეები, რომელიც მისი არ იყო საერთოდ, ხო? სტანდარტული მორიელის პროგრამა არის. შავი მთვარე კუროში ეს არის, რომ საერთოდ მე გარემოზე არ ვახდენ არანაირ ზემოქმედებას, ეს პირველ დონეს ვეძახით, როცა მე უბრალოდ გაშეშებული ვარ და არაფერში არ შევდივარ. გავს იგივე მორიელის ენერგეტიკას, ოღონდ გამოხატულა ცოტა სხვა ფორმით. და თავარი ის არის, რომ ორივეგან არის გაჩერება ენერგიის. ვერძი სასწორის ღერძი ეს არის მესა და ჩვენთან კონფლიქტი და ურთიერთობის პრობლემა. ლილიტი ვერძიც ეს არის, რომ სხვა ადამიანებისგან ძალიან გამოყოფს თავს, არა მე ვარ, მე თქვენ არ მჭირდებით. შავი მთვარი სასწორსაც იგივე აქვს, ხო? მე აგრესიულ ფაზაში როცა არის, აქტიურ ფაზაში, რომ მე თქვენ არ მჭირდებით, მე მარტო ვარ. თან ამ დროს ძალიან მჭირდება სხვები, ხო? აი კურო ეს ვერძი სასწორი ერთი და იგივე არის, ენერგეტიკულად. უბრალოდ ის ენერგეტიკულად საზოგადოებასთან არ არის ურთიერთობაში, ეს თავის თავთან არ არის ურთიერთობაში და ამ შემთხვევაში, ხო, ბალანსი როცა ირღვევა, როდესაც მე ჩემ თავთან მაქვს პრობლემა, ავტომატურად სხვასთანაც მაქვს, ხო, პრობლემა. ეს კომბინაცია არის და ავტომატურად უკვე მესა და ჩვენ შორის ბალანსი ირღვევა და კონფლიქტი არის, შიდა კონფლიქტი არის, ხო? მაგიტომ არის შავი მთვარე ვერტშია, შავი მთვარე პირველ სახლში ხშირად პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვთ ხოლმე. პარტნიორებისთვის ესეთი ადამიანები ზოგჯერ პრობლემები არიან, ხო? იმიტომ რომ აი ეს მესა და ჩვენ შორის ბალანსი არის დარღვეული, მანდ გადის ღერძი და ენერგეტიკულად არა აქვს კავშირი ამ ყველაფერთან და აი მაგალითად როცა ვლაპარაკობთ ქალწული თევზების ღერძზე, ხო? აი თევზი, შავი მთვარე პოტენციალში გეუბნებით, ხო, ერთ-ერთ ცუდ ვარიანტში ენერგეტიკული კავშირი არა აქვს, მეგობრებო, აი კოლექტიური ენერგია ხო არის? აი ამ კოლექტიურ ენერგიასთან არ აქვს რეალური კავშირი. აი ქრისტიანობა ხო თევზური პრინციპები არის, გულმოწყალეობა ხო თევზური პრინციპებია. სიამდვილეში საკუთარ შინაგან სამყაროსთან არის ხოლმე ცოტა პრობლემები თევზებისთვის, როცა მე ვერ ვგრძნობ შიგნით რაღაც ტკივილს, რაღაც მიჩუმათებული მყავს ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი შემოქმედებითი სამყარო. მე არ ვიცი ბოლომდე რა მინდა, რატომ მინდა, ან რას ვგრძნობ, ეს ერთ-ერთ ვერსიას გეუბნებით, რა თქმა უნდა, ყველასთან არ არის. მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე მე სადღაც ვიკარგები, თითქოს გონია, რომ აი სხვების ენერგიებში ვარ ათქვეფილი და დაკარგული ვარ და საბოლოო ჯამში ეს შეიძლება იყოს მესთან კონტაქტის პრობლემა, აი რომ გავცურავთ და ვიკარგებით სადღაც, ხო? და ზუსტად ეს შეიძლება იყოს, რომ რეალურად იმიტომ არ მაქვს სხვებთან ენერგეტიკული კავშირი, რომ მე ჩემ თავთან არ მაქვს კავშირი, სადღაც პიროვნულ მესთან, ემოციურ, სულიერ მესთან დავკარგე კონტაქტი და დავიშალე სადღაც, ხო? აი კოლექტიურ ემოციებში დავიკარგე სადღაც, ხო? აი ეგ სუფთა ენერგეტიკულ თემას გულისხმობთ, იმიტომ რომ თევზები ეს არის იდეურად, ეს არის საკუთარ თავთან, როდესაც მე მთლიანად შინაგან ემოციურ საწყისში მაქვს, აი უმაღლესი სიყვარულის განცდა, უმაღლესი ღვთიური რაღაც მიმღებლობის განცდა და როდესაც ეს არ არის, ხო, მე სადღაც ვიკარგები სხვებში. და სხვებში ვეძებ ჩემს ნაწილებს, ჩემს თავს, ხო? და აქ სუფთა ენერგეტიკული თემა არის. აი ამ ვენერას უმაღლესი ენერგია არის ნეპტუნი და ნეპტუნი თევზებს მართავს და უმაღლესი სიყვარულის ენერგია აქვს ნეპტუნს და როდესაც მე ჩემ თავთან უპირობო სიყვარული არ მაქვს, როდესაც სადღაც რომელიღაც ან ცხოვრებაში ან რომელიღაც პერიოდში დავკარგე ჩემ თავთან უპირობო მიმღებლობა და გულმოწყალეობა სადღაც ჩემ თავთან, ხო?
აი აქ უკვე ავიხლართ ეს სადღაც დავიკარგე და აქ არავინ არ არსებობს იმდროში ხო ეს კოლექტიური ენერგიაც ეს მე როგორ ამაქვს ჩემ თავთან ურთიერთობა იმის შემდეგ გავდივარ ცხებთან ხო და აი ამ ენერგეტიკულ პრობლემებში მეგობრებო სადღაც ვიკარგები მე და მე კლასიკური ფორმულა არის ახლა ქალწულს ვავლენთ ხო თევზების ზონაში და ქალწულის ზონაში თევზებს ვავლენთ ოპოზიცია წვრილმანებში ისე ირევა ადამიანი რომ ფანტაზიებს შელამს გადავიდეს ლილიტი ქალწულის, ანუ ირაციონალიზმში გადავიდეს ლილიტი ქალწული, აი სადღაც რო დაცურავს და არ იცი სად და თევზები კიდე ისეთ მეწვრილმანეობაში და ისეთ იმაში გადავიდეს, აი წვრილმანებზე ქაოს ქმნიდეს ხო რაღაც წვრილმანებისგან ქაოსში გადადიოდეს. ფაქტორად ერთად ავლენენ ხოლმე და მთავარი პრინციპი არის უპირობო სიყვარულის დაკარგვა საკუთარ თავთან. არ მიღება საკუთარი შინაგანი სურვილების, შინაგანი გულმოწყალეობის, შინაგანი ბუნების არ მიღება. აქ აი ცოტა სხვა კუთხით გთავაზობთ ახლა ამის გაცნობიერებას, თევზების გაცნობიერებას და აი ამ ღერძში ძალიან იკარგებიან ხოლმე. ხა როცა ტყუპებზე არის საუბარი, ხო გეუბნებით, აი ურთიერთობს შეიძლება ადამიანთან და არ ესმის მისი. ყურით ესმის შეიძლება ჩვეულებრივად ურთიერთობს, ზოგი ძალიან დაქოქილი არის და ძალიან კარგად შეუძლიათ რაღაცა მანიპულირება სიტყვებით, ან ჟანგლიორობა, ან ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად ენერგეტიკულად არ შედის ამ სხვა ადამიანებთან. აქ რეალურად როცა მე შინაგანად ვარ იქ და არა სხეულებრივად ან ტვინით, ხო? აქ ამაზე არის ლაპარაკი, რაც სელენო ტყუპებს ეგ პრობლემა არ აქვს. როცა გისმენენ, მართლა გისმენენ. აი ჰაერიდან იჭერენ ყველაფერს, ხო? ინფორმაციას იჭერენ და კონტაქტებში არიან ახლა და ამჟამად. აი კონტაქტზე არიან ენერგეტიკულადაც, ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც კონტაქტზე არიან შენთან და ტყუპებს ეს პრობლემა აქვს, რაც არ უნდა. აი მიედმოედებიან 1000 ადამიანი ყავთ გარშემო, ყველას იცნობენ, ან საერთოდ არავინ არ აინტერესებთ. საბოლოო ჯამში ენერგეტიკული კავშირი არ არის აქ გარემოსთან, ინფორმაციული ველი არის დახშული ენერგეტიკულ დონეზე, ხო? აი რეალურად ესე არის ხოლმე და მშვილდოსანის შემთხვევაში, შავი მთვარე არის მშვილდოსანში. აი ეს არის უკვე წარმოიდგინეთ მშვილდოსანი როგორი ენერგია არის, იცით? აი ზედა სურათით რო ავდივართ და ზევიდან დავხედავთ რაღაცას, ხო? ეს არის ამავე დროს მეს ნაწილები ძალიან რო ფართოვდება, იშლება და ვეღარ ახდენს იდენტიფიკაციას, აი მე სად ვარ აქ ახლა, ხო? აი ამ ჩემ რწმენაში, ამ ჩემ შეხედულებებში, აი სად ვარ, აი თითქოს მე ძალიან გადიდებულ მასშტაბებში იხლიჩება ხოლმე ენერგეტიკულ დონეზე და ზუსტად მშვილდოსანი გამოხატავს, კლასიკურ ფორმაში უცხოეთი გლობალური პოლიტიკა, გლობალური თემატიკა, გლობალური ღირებულებათა სისტემა და ისწავლა, განვითარება და აი აქ რაღაცა გლობალური და დიდი რო არის საჭირო, ხო? აი შეიძლება მე ხარ რთულ გამოვლენებას, მაგალითად დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ხო? და აი რაღაც მარტივ წვრილმან კინკლაობაში რო არის, არაფრის მომცემ კინკლაობაში რო არის, აი მოვიდა თუ არა, ეკრევე დაიწყო ის ლიტი მშვილდოსანის ეს ძალიან აქტიური ნაწილი არის მასში, ხა მე რასაც უყურებ, რომ მე ყველაფერი ვიცი, თემა არის და ამ დროს რაღაც არაფრის მომცემ კინკლაობაში არის გადასული თან მეზობლებთან, მე გვერდზე გარემოსთან, ხო? ეს ტყუპებს ავლენს იქ, სადაც მშვილდოსანი უნდა გამოავლინოს, ისიც ლილით ტყუპს ავლენს. და სადაც ამ დროს იქ უნდა ეს იყოს გამთლიანებული ეს ენერგია, ხო? რა თქმა უნდა და აი ეს არის ზუსტად ენერგეტიკულად ის აი ამ ფართო ენერგიას ვერ ყლაპავს. ანუ აი იმას მოეჭიდა, რაშიც შიგნით არ არის. აი ესე ხდება, ეს ძალიან აქტიურ თემას როცა ვამბობთ და აი ამ ლილიტი ტყუპი კიდე, როცა შენ თითქოს გელაპარაკება და რაღაც მარტივი არის სათქმელი, შეიძლება გააფართოვოს, გაშალოს სადღაც, ან დაიკარგოს, ხო, მარტივ ინფორმაციაში საერთოდ, ხო, გლობალურად გადაიტანოს. აი აქ ენერგეტიკულად ჩვენ იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. აი კიდე რო ძალიან ისე რომ გითხრათ ახლა ლომი მერწყულის ღერძია, ახლა მერწყული შავი მთვარე, ეს არის როცა სოციუმთან ენერგეტიკული კავშირი არა აქ ადამიანს, კაცობრიობა, მასები, ხალხი, სიმბოლურად ხალხი რო ავიღოთ
და შავი მთვარე მერწყულში აი ამ რაღაცა დიდი ხალხის სხვა შორის ერთ-ერთი ნეგატიური გამოხატვა არის ძალიან ესეთი ყალბის სოციალიზმი, ერთ-ერთი ეს არის ლიტის ისა მერწყულების, ხა თუნდაც ისეთ სფეროში მინახავს ლიტის ვაიმე, ბოდიშთ. ლიტი მერწყულები გამოდიან ხოლმე, ყველანი ერთნი უნდა ვიყო და საბოლოო ჯამში კომუნისტური მენტალობა აქვთ ხოლმე. რაც რუსეთს დაემართა, რუსეთი მერწყულის ენერგიით არის და სხვათა შორის იქ ჩანს დიდი ეგო. ზოგადად მერწყული ლიტის მიღმა ეს არის ლომი, ფარულად ლომი, ხომ? და მერწყული ეს არის მასების ენერგია. ამ მასებთან არ აქვს ურთიერთობა. სულ ლილტვიან. მაგრამ გარიყულად არიან, ადრეც ვილაპარაკე მამარდაშვილს შავი მთვარე მერწყულში ყავდა და აი ესე ქონდა მე ამ ხალხზე მაღლა ვდგავარ. მე ამათთან საქმე არ მაქვს. ხა მე გეუბნებით როგორც ინტერპრეტაციაში არის შეიძლება და თვითონ ამას არ ვამბობ რომ ამ ფიქრობდა, მაგრამ ლიტის მიხედვით ეს არის რომ ესეთი განცდა არის ენერგეტიკულად, რომ ეს ხალხი სადღაც დაბლა და მე ზევით ვარ. ანუ ლომში ვარ მასებთან. და ამ დროს მინდა რომ მე თანასწორი ვიყო, მაგრამ ჩემი განცდებით ლომში ვარ, ხო? მე ამათზე მაღლა ვარ. და ლომი ეს არის რომ მე სულ მაღლა ვარ, მაგრამ როგორც კი პასუხისგებლობების საკითხი მოვა, იქ მერწყულში ვარდება, ხო? მე არ მინდა პასუხისგებლობა, მე მინდა სხვის მოხოდილ იმაზე სხვის მოხოდილ დღესასწაულზე ვიყო. ან სხვის გაკეთებულ დაარსებულ ბიზნესში ან სფეროში ვიყო დირექტორი, მაგრამ მე ჩემით არ გავაკეთებ ამას, ხო? რაღაც კუთხით ეს მერწყულის ენერგია არის, ხო? და ენერგეტიკულად ლილიტ ლომს საკუთარ მესთან არ აქვს კონტაქტი ასევე როგორც ვერძე ვთქვით, ხო? ოღონდ ეს მე არის უფრო აი მზისეული, აი გულის ჩაკრაზე ვამბობთ ხოლმე, როდესაც აქ რაღაცა ერთნა ვანათებდე. აი ვერც არ ჭირდება ნათება, ეს არის იმპულსური ენერგია, ხო? აი უცებ ვაკეთებ რაღაცას და უცებ აკეთებენ ოღონდ დესტრუქციულ რაღაცებს, ვერძები, ხო? ლიტი ვერძი და ლომი ეს არის რაღაცნაირად გულთან დაკავშირებული, ეს ხიარულება, ის ფუფუნება, ის დღესასწაული საიდან მოდის, ხო? შიდა სიხარულისგან და როცა ამ სიხარულს ვერ ვაწარმოებ, მაგრამ ამბიცია მაქვს, რომ ეს მივიღო, აქ ყოველთვის ვიღაცას ვეძებ, ვისთანაც ვიკაშკაშებ. როგორც ვერძი, ხო? ვითომ რომ თვითონ არის რაღაც მომხოდავი და საბოლოო ჯამში ცოტა თუ მართლა მარტო დარჩა ის იკარგება და რაღაც დესტრუქციულ რაღაცებს აკეთებს და თუ არ დარჩა და ვიღაცა ყავს, ყოველთვის ცდილობენ ვიღაცას ყავდეთ, რომ ვიღაცის პროფესია ქონდეს, ვიღაცის რჩევა გაითვალისწინოს და მე გავასაღოთ ის ჩვენად, ხო? ესე რომ ვთქვათ. ვერ ვაწარმოებთ იქ ენერგიას, იმიტომ რომ უბრალოდ იქ არა ვართ ენერგეტიკულად, ხო? და აი ლომის შემთხვევაშიც ეგ არის, რომ მე მინდა ეს ყველაფერი, მაგრამ ენერგეტიკულად იქ არ ვარ. აი ეს ჩემში არდებს ის რწმენა, რაც ამ ყველაფერს მომიტანს. ეს არის და მერწყულის შემთხვევაში მე აქ იდეებით გამოვდივარ და რაღაცებით, მაგრამ ვისთვის მინდა ეს იდეები, როცა მარტო ვარ. ენერგეტიკულად კავშირი არ მაქვს ამ ხალხთან, ენერგეტიკულად არ მაქვს კავშირი მასებთან. კაცობრიობის ნაწილად საერთოდ არ აღვიქვამ თავს, შიგნით ოღონდ. შეიძლება ამას რაღაცა ის სულ დიდ იდეებში ამას ვამბობდე, მაგრამ საბოლოო ჯამში შინაგანად ეს მე არა მაქვს, ხო? ამაზე არის ლაპარაკი, როცა თხისქა შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, იქ კირჩხიბში გადადიან, ხო? თხისქა ეს არის, როცა მე ენერგეტიკულად კავშირი არა მაქვს, ანუ აი საყრდენი, რასაც გულისხმობს თხისქა, ხო? ეს რაღაცა აი მიზნები, მწვერვალები, აი იმას მივაღწევ, იმას მივაღწევ, ხო? აქ საბოლოო ჯამში არის ადამიანი ცოტა ისე ყალბად, აი წამოიკიდოს რაღაცეები, მაგრამ ენერგეტიკულად რაც თავარია, იმ სისტემებში არ არიან. შეიძლება ხელმძღვანელი იყოს შავი მთვარე თხისქა, მაგრამ ენერგეტიკულად იქ არ იყოს. და ან რეალურად იქ არ არიან და ოცნებობენ კარიერაზე, ოღონდ თვითონ ან ცხების კარიერაზე, ხა ქალები თხისქა ლილიტით ხშირად კაცები ყავთ გვერდში რაღაც ბევრს რო აღწევენ, კარიერისტები არიან, მაგრამ თვითონ არა აქვთ ეს, ხო? ანუ სხვისი ჩემს ეგოს ვაღწევს სხვის გამოყენებით, ხო? ეს ლიტური თემები, ხო? და ვიკმაყოფილებ ამ ეგოს, ან სულ ვეუბნები ვიღაცებს, რომ მიდი და შენ და
რაღაც კარიერა გქონდეს, შენ და რაღაც სერიოზული ტიპი იყო და სინამდვილეში ეს ჩემ თავს ვეუბნები და მე არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ამჯერ ამისი რომ გავაკეთებ ხო ამას. ან თუ ეს მომეცემა, მე ენერგეტიკულად არა ვარ იქ. ანუ ფეიქს მაგიტომ ვეძახით მეგობრებო, შემთვარეს ეს რეალური ფეიკი არის ხოლმე, როდესაც მე რაღაცას შევდივარ, იქ ვარ, მაგრამ ენერგეტიკულად იქ არა ვარ. იქ მაგის გარდა ყველაფერს ვაკეთებ, ხო? და იდეალური ვარიანტი არის სელენას ზონაში რო ვართ და ლიილიტის ზონასაც სწორად ვუმკლავდებით. და არა სელენას ზონაში ვიკარგები, მერე ლიილიტში ვიკარგები. ის ბალანსი არის სერიოზულად დასაცავი აქ და როგორც სელენას ზონაში ერთ დროს ენერგეტიკულად შევედით, ვიგრძენით ეს ყველაფერი, ასევე ენერგეტიკულად უნდა შევიდეთ მეგობრებო ლიილიტის ზონაშიც. არა ყალბად და არა უბრალოდ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად რო აი მე ვითომ აქავარ ახლა ხო არა აი მართლა უნდა ვიმუშაო ამაზე აქ ენერგეტიკული პრაქტიკები ძალიან მაგრად მუშაობს სხვათა შორის წარმოსახვითი თერაპიები იქ სხვადასხვა მუშაობა მაგალითად ახლა ვისაც წყლის სტიქი აქვს აი როცა შედიან წყალში და კონტაქტზე გადიან გარე სამყაროსთან გააჩნია აქ წყალში ფიზიკურ დონეზე არ გეუბნებით აი წყალი არის ის ზონა შავმთვარე კიჩხიბისთვის მაგალითად ხო როცა სხვებთან ემოციურ კონტაქტზე გადიან ხო აი მორიელის შემთხვევაში ენერგეტიკულ კონტაქტზე უნდა გავიდნენ თევზების ზონაში ეს არის რაღაცა შინაგანად მე რო ყველასთან კონტაქტი მაქვს იმიტომ რომ ჩემში მაქვს ეს კონტაქტი პირველ რიგში დამყარებული ხო და აი აქ არის მნიშვნელოვანი ამავე დროს ენერგეტიკული მუშაობა. ხშირად ხდება, რომ აი ენერგეტიკულად რო ვიმუშავებთ, იქ ფსიქოლოგიურადაც უფრო მალე მოყვება, რაღაცებს უფრო ხვდებით სწრაფად, ან ფსიქოლოგიურადაც რო მუშაობთ, ნენელა ენერგეტიკაც ბალანსდება, მაგრამ ორივე ერთად ჩემ პრაქტიკაში ყველაზე კარგი არის ხვდებით უბრალოდ, სად უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ და რას ვაკეთებთ ამ ლიილიტის ზონაში ფეიქს, ამასაც ხვდები. ახლა მეც მქონია სულ ეგ მომენტი, რომ ჩემს ლიილიტზე როცა გავდივარ ხოლმე აი სხვაშორის წლების წინ აი ლევან შატბერაშვილი რო არის ფსიქოთერაპევტი ის დამეხმარა ძალიან ზუსტად აი ამ კონტაქტში როდესაც ჩემ შავი მთვარესთან ენერგეტიკულად გავედი კონტაქტზე მივხვდი რომ არ მქონდა საერთოდ ეს მაქედან მივხვდი მაქედან დავიწყე მე ეს ძიებები რომ აქ მარტო ფსიქოლოგია არ არის აქ რაღაც ენერგეტიკაც არის და აქ ფსიქოლოგია ენერგეტიკას ხურავს ენერგეტიკა ფსიქოლოგიას ხურავს და ეს რაღაცნაირად ერთი სისტემა არის ხო და აი ამასთან კონტაქტზე რო გავედი, მე მივხვდი, რომ მე რო დავიწყე მუშაობა სხვებთანაც, აი ზოგჯერ არის ხოლმე პირად რუკაზე პირდაპირ ვანებებ რუკას თავს ენერგეტიკულად ვიწყებთ ხოლმე პრაქტიკას. აი მანდაც თვითონ ხვდებიან, რომ მანდგადიან, რომ აი როგორც კი აი ამ ენერგიასთან გავლენ ციცარიელი ჩანს აქ რომ მე აქ სადღაც ვერ ვაწარმოებ ენერგიას და როგორც კი ამას ჩართავს ადამიანი მე საერთოდ სხვანაირად იწყება ხო ეს კონტაქტი საერთოდ სხვანაირად შევდივართ ზონაში უკვე რეალისტურად ეს ფეიკი ნენელა წყდება და მართლა ამ ენერგიასთან გავდივართ კონტაქტში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო და მანამდე ვართ ბრმად მანამდე აი ტყუპი ან მერწყული რომ აი ვითომ ხალხში და აი სუ კონტაქტები და ენერგეტიკულად იქ არ არის ვერ ვხედავთ ამ ადამიანებს რეალურად ჩვენ ხო იქ და არ არიან კონტაქტზე საბოლოო ჯამში ენერგეტიკულად იქ არ არიან ხო და აი დასაბალანსებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამასთან არის აქ ენერგეტიკულად კავშირი გასაბმელი და ამას როგორც კი აღწევენ ეგრევე ძალიან ბევრი რაღაცა ლაგდება ჩემ პირადი გამოცდილებით მე ყოველთვის პირადი გამოცდილებით ვამბობ, იმიტომ რომ აი ჩემი მოგზაურობა ფსიქოლოგიის წარმოსახვის თუ შინაგან სამყაროში, ეზოთერიული კუთხით თუ ფსიქოლოგიური კუთხით, ხომ? ძალიან ბევრ გამოცდილებას მაძლევს, ძალიან ბევრ ცხოვრებას მაცხოვრებს ხოლმე ერთ ცხოვრებაში და ჩემ გამოცდილებებით გიზიარებთ სულ ერთი არის რომ კითხულობთ რაღაცას მეორე არის პრაქტიკაში რომ ხედავთ ის უნდა იყოს პრაქტიკაში გაზრებული რამდენად მუშაობს რომ მე ეს გავაზიაროთ ხო და ასე რომ ამას შეხედეთ ენერგეტიკულად ბევრი შეიძლება ახლა ვერ მოხდეს რას ლაპარაკობ აი მე ვინც ყოფილა ხა ჩემთან რომ მოდიან რუკაზე ხოლმე მიხვდებიან რას გულისხმობ არც ცოტაა ჩემთან მოსული მაგრამ მაინც არის ეგ რომ საჭირო არის პლუს ენერგეტიკული ჩართვა. მან სელენაზე გავდივართ აუცილებლად, მაგრამ ისე გეუბნებით რომ აქ ლილითთან
ეს არის სელენას ზონაში ჩვენ იქ ვართ, შინაგანად იქ ვართ, სადაც სელენა ყავს, მაგრამ ამის გამო ლილითში არ გავდივართ, ის ჩაკეტილი გვაქვს ხო საერთოდ და ენერგეტიკულ დონეზე გეუბნებით. ჩემი დაკვირვებით უფრო ღრმად სელენა ლილითი ერთი ღერძი იყო და ზუსტად იქაც ძალიან გახსნილი გქონდა, აქაც ძალიან გახსნილი გქონდა და მე ჩავკეტეთ, იმიტომ რომ აქ უკვე როდესაც წამოვიდა ადამიანი რაღაც სხვა რეალობაში, აქ გაიყო ენერგიები, ეს დუალიზმი არის, ეს საერთოდ სხვა სფერო არის, ეს ძალიან სიღრმისეული თემა არის, მაგრამ ისე მერე არის ეს მომენტი, რომ აქ იკარგება ენერგეტიკული სიხშირე, სხვაგან არის მაინც ადამიანი, ხო უკვე შინაგანად ჩაკეტილი არის ეს მაგალითად კირჩხიბის ზონაში, როცა არის შავი მთვარე, აქ არის ემოციებთან არასწორი კონტაქტი, ბევრი დაუმუშავებელი ფსიქოლოგიური პრობლემა და იმდენად ბევრია, რომ სხვების გაგების პრობლემა დგება, სხვებთან ვიკეტები, იმიტომ რომ მე ჩემსას ვერ უმკლავდები, ხო? და აი ზუსტად აქედან გამომდინარე არის მე სხვებთან ემოციური კონტაქტი ჩაკეტილი, ქალურ ენერგიასთან ჩაკეტილი ენერგეტიკული კავშირი და აქედან გამომდინარე იწყება მე შიშები, იწყება რაღაც ემოციური ფსიქოლოგიური პრობლემები, მარტოობის განცდა და მარტოობის განცდა შემთხვევით კირჩხიბს იმიტომ ეწყება, რომ კონტაქტი არა აქვს უბრალოდ ემოციური სხვებთან, ხო? აი ძალიან რომ დესტრუქციული კუთხით რომ ვქაჩავთ ენერგიას ზედმეტად, იმიტომ რომ იქ ზუსტად ვერ ვქმნით ენერგიას, ხო სხვების ენერგიას ვიყენებთ და ამ სხვების ენერგიაზე უკვე ენერგოვამპირობაში გადავდივართ, ხო ამაზე არის აქ ლაპარაკი. ძალიან მოკლედ გაგაცანით ეს თემა, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო მეგობრებო და სულ მავიწყდება ხოლმე რომ დალაიქოთ და კომენტარებიც დაწეროთ ხოლმე. მეგრევე რაღაც საქმიანეთი ვიწყებ ტალღით და მავიწყდება ხოლმე ეს გთხოვოთ და კიდე შეგეხმიანებით, აბა დროებით მეგობრებო.